დღეს სახალხო დამცველი უჩანანუაშვილი ჭიათურაში იმყოფებოდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ჭიათურის სამთო გამომდიდრებელი კომბინატის პროფკავშირული ორგანიზაციის ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ჯორჯიან ამერიკანელოისის მუშა მოსამსახურეებს შეხვდნენ. Რამდენიმე დღის წინ მოვაწყეთ აქცია ჭიათურაში, სადაც თანაგზნობა გამოვუცხადეთ ტყიბულში და რუსთავის აზოტის ქარხანაში დაღუპულებს და მათ ოჯახებს სამძიმარე გამოვუცხადეთ. ამავე დროს მოვითხოვეთ შრომის დაცვის ინსპექციის შექმნა საქართველოში და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის აღდგენა. ამის შემდეგ სახალხო დამცველი დაინტერესდა, დაგვიკავშირა ტელეფონით და ერთობლივად მოვაწყეთ დღევანდელი ღონისძიება. ჭიათურის კულტურის სახლში შეკრებილმა მაღაროელებმა დეტალურად ისაუბრეს პრობლემებზე და აღნიშნეს, რომ მათი შრომითი უფლებები ირღვევა. ჩვენ გვაწუხებს შრომის კანონის დარღვევა ჯორჯიან მარგანეძისგან. არ გვაძლევენ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. აი ეგ არის ჩვენი ძირითადი პრობლემა და დღესდღეობით რაც ხდება ჭიათურაში არის განუკითხაობა საერთოდ. იმაზე მეტად გართულდა სიტუაცია მაღაროებში, რაც იყო 2012 წლამდე. არანაირი, უბრალოდ ელემენტარული უფლების დაცვა არ არსებობს მაღაროზე. მაღაროელთა მძიმე სამუშაო პირობებზე და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარემ. ჭიათურელთა კავშირი იქნება ყველგან, რომელიც ეხება ჭიათურის საჭიროებათა პრობლემებს. და საჭიროებათა პრობლემებზე საუბარი აქ როგორც დაინახეთ იყო, რა თქმა უნდა მხარს უჭერს, რა თქმა უნდა უერთებით და რა თქმა უნდა მომავალში ვიქნებით მაღაროელებს გვერდში, ისევე როგორც აქამდე ვიყავით. ჩვენი შეძლებლობის ფარგლებში ასაკურებელია. შეხვედრის ბოლოს სახალხო დამცველმა უჩანანუაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა ბევრია და მათ მოგვარებაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. Თქვას, რომ მოლოდინის გადააჭარბა პირობები, როგორც ჩანს, არის საკმაოდ გაუსაძლისი, მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია და გადაუდებელად იქნება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ გარკვეული მექანიზმების შემოღება, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის, ტექნიკური უსაფრთხოების მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გასატარებელი. ზოგადად ისევე შრომითი უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. საუბარია, რომ არის სერიოზული პრობლემები, გარდა ამისა ეკოლოგიური ხასიათის პრობლემები და შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურა შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი იმ რეგიონად, სადაც სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები აქვს ქვეყანაში და ხელისუფლების მხრიდან არის უფრო მეტი ყურადღება საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მსგავსი შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, განაცხადა სახალხო დამცველმა. ის ჭიათურიდან ტყიბულში გაემგზავრა.